ეს რომ შენი შვილი ყოფილიყო, მაშინაც ასე გაამართლებდი და თქვენს ენაზე რო გკითხოთ, გააправებდით ქართული ოცნების მხარდამჭერებო თქვენი სისტემურად მოძალადე ხელისუფლების დროს განხორციელებულ ამ კადრებს? თქვენ ხო ის ხალხი ხართ, როდესაც 2012 წელს დადგმული კადრები გაჩვენეს. აი, იმით რომ ხართ დღემდე და იმით რომ ინარჩუნებთ ხელისუფლებას. ეს 4 წლის წინანდელი იყო და საკმარისია რომ 3 მილიციელი დაისაჯა? ან საერთოდ როგორ დაისაჯა ეგეც რო არ ვიცოდით აქამდე და მათ არავინ არ დაავალა თქვენი აზრით? ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ისე ჩავიდნენ, რომ მათმა ადგილზე მყოფმა ზედამხედველებმა არაფერი იცოდნენ? ეს რომ შენი შვილი იყოს, მაშინ ასე გაამართლებდი ამ ყველაფერს, მაგრამ ესეც სათუოდ დაგიყენათ თქვენმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ 2 კვირის წინ რო ვნახეთ გორში როგორ წიხგვერს სიკვდილამდე გაიგდეს ახალგაზრდა, არ მოკვდა, გადარჩა და დედა მადლობელი იყო ამიტომ ხელისუფლების და ათქმევინეს კი, რაც ათქმევინეს და ერთეული ძალადობაო. ერთეული არის ეს და არა სისტემური. ერთეული არის დავით კაცარავა, ხაბეიშვილი, ზვიად მაისაშვილი, ასობით ნაწამები ადამიანი, გორში მომხდარი. ეს ერთეულია თქვენი აზრით?